ახლა დავსვათ კითხვა. შესაძლებელია თუ არა, მიწათმოქმედება გახდეს ისეთივე ზუსტი მეცნიერება, როგორიცაა მაგალითად მათემატიკა. 1960-იან წლებში დღევანდელი ჩეხეთის და მაშინდელი ავსტრიის იმპერიის ტერიტორიაზე იყო ერთი ჩვეულებრივი ბერი გრეგორ მენდელი. ეს კაცი მონასტრის ეზოში ზრდიდა ბარდას. თან მასწავლებლად მუშაობდა, განათლება ჰქონდა ფიზიკაში და მათემატიკაში. ამ ბერმა თავის მონასტრის ეზოში მოყვანილ ბარდაზე დაიწყო დაკვირვება. თუ მაგალითად მწვანე ბარდას შეაჯვარებ ყვითელ ბარდასთან, რა ფერებ ბარდას მიიღებ. ამ პერიოდში ამ კაცმა შექმნა გენეტიკა. სკოლაში რომ ვსწავლობთ ახლა თუ ბებია მაგალითად ჭღალი ყავდა, რამდენია იმის შანსი რომ შვილიშვილიც ჭღალთმიანი გამოვიდეს. X-ი და Y-იც რომ აღენიშნება ხოლმე. ეგ მოიგონა გრეგორ მენდელმა ბარდაზე მონასტრის ეზოში 1860 წელს და აქედან დაიწყო გენეტიკა როგორც მეცნიერება. ამის შემდეგ გრეგორ მენდელმა კიდევ დიდხანს იცოცხლა, თუმცა ეს მისი უნიკალური აღმოჩენა, რაც მთელი მსოფლიოს გარდაქმნას ნიშნავდა, ვერავინ გაიგო და არ მიექცა ყურადღება. ამ ყველაფრიდან დაახლოებით 40 წელი რომ გავიდა, გრეგორ მენდელის ნამუშევრები ხელახლა აღმოაჩინეს და ამის შემდეგ შეიქმნა გენეტიკა ოფიციალურად და გრეგორ მენდელი უკვე მკვდარი იყო.